თავის ტვინს შეუძლია მუდმივად განვითარდეს. ამ ფაქტის შესახებ მეცნიერები საუბრობენ. ოდესღაც მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ თავის ტვინი განვითარებას სიცოცხლის გარკვეული ეტაპის შემდეგ წყვეტდა. დღეს სულ სხვა ფაქტი დასტურდება. ბოლო კვლევებით თავის ტვინის უნარია მუდმივად გამოიმუშაოს ახალი ნეირონები. 30 წუთიანი სავარჯიშოები, მედიტაცია, ფლავონოიდებით მდიდარი საკვები, კაკაო ან ალუბალი და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული სასმელი მწვანე ჩაი თავის ტვინს განვითარებაში ეხმარება. არსებობს სხვა 10 საშუალებაც, რომელთა გამოყენება ყოველდღიურად შეგვიძლია. კალორიების შეზღუდვა ნეირონებს ენერგიის გამომუშავებას აიძულებს და თავის ტვინის კოგნიტურ ფუნქციას აუმჯობესებს, ამბობენ ნეირომეცნიერები. ყველაზე პოპულარული მეთოდი 24 საათიანი ან 16 საათიანი შიმშილობაა, ასევე ეფექტურია კალორიების შეზღუდვაც. მოგზაურობა ნეიროგენეზს აუმჯობესებს და თავის ტვინისთვის საუკეთესო სტიმულატორია. პიტსბურგის უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგის პოლ ნუსბაუმის თქმით, სულაც არ არის აუცილებელი მსოფლიოს შემოვლა. საკმარისია თუნდაც ერთი ახალი ადგილის ნახვა კვირის განმავლობაში. ასოციაციური აზროვნების განვითარება. ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, აბსტრაქტული ობიექტების და ფაქტების დამახსოვრება ვიზუალური ან აუდიო მაგალითების მიხედვით თავის ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ინტენსიური გამოცდილების შეძენას გულისხმობს, განმარტავენ ნეირომეცნიერები. ამ შემთხვევაში მუსიკალური ინსტრუმენტი თავის ტვინის მოტივატორის ფუნქციას ითავსებს. არადომინანტური ხელის გავარჯიშება აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ხელს უწყობს იმპულსების კონტროლს და ამაღლებს განწყობას. მხატვრული ლიტერატურის კითხვა 19-დღიანი კვლევის დასრულების შემდეგ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მონაწილეების თავის ტვინი მაშინაც კი აქტიურად მუშაობდა, როცა მათ წიგნის კითხვა დაამთავრეს. მიზეზი მარტივია. მკითხველებმა საკუთარი თავი მთავარი გმირის როლში წარმოიდგინეს. ლექსიკური მარაგის გაუმჯობესება. ყოველ დღე თუნდაც ერთი ახალი სიტყვის სწავლა საუკეთესო ვარჯიშია თავის ტვინისთვის. ეხმარება ვიზუალური და აუდიო ფუნქციების განვითარებაში. ხელოვნებით დაინტერესება. მოზაიკის, საიუველირო ნაწარმის, კერამიკის, ნიმუშის თუ ნახატის შექმნის შემდეგ თავის ტვინის კონტროლის მექანიზმი ბევრად გაუმჯობესებულია. ცეკვა. ბოლო კვლევებით დადასტურდა, რომ ალცჰაიმერის და დემენციის დიაგნოზის დროს ცეკვა საუკეთესო მოტივატორია, აუმჯობესებს ნეირონების მუშაობას. კარგი ძილი. ძილის წინა რიტუალების ჩატარება და კარგად გამოძინება თავის ტვინს უკეთესად მუშაობაში ეხმარება.